გადაიხდიდით თუ არა ფულს ამ subscription-ებში? გადაიხდიდით თუ არა თვეში 150 ლარს ულიმიტო შაურმაში? კი. გადაიხდიდით თვეში 300 ლარს იმაში, რომ არასდროს არ მოხვდეს საცობში? კი. სასახად. გადაიხდიდით თვეში 1000 ლარს იმაში, რომ არასდროს გჭირდებოდეს ძილი? კი. ანუ საერთოდ რო არ გეძინოს, კარგად რო გრძნობდეთ თავს ძილის გარეშე? ესე იგი ან თვეში გძინავს 8 საათი, ანუ 30-ი გამრავლი დაახლოებით 240 საათი, ხო? 1000 ლარს გადავიხდიდი დამატებით 240 საათში ნამდვილად. გადაიხდიდით თვეში 120 ლარს იმაში, რომ შენი ცხოვრებიდან ყველა რეკლამა გაქრეს? კი, გადავიხდიდი. YouTube-ის 17 ლარს უკვე ვიხდი. ანუ გადაიხდით. არა, 120 ლარს არა. რეკლამა საჭირო არის ხანდახან იმისთვის, რომ სწორი პროდუქტის შესახებ ინფორმაცია გაიგო. კარგი. გადაიხდიდით თვეში 200 ლარს იმაში, რომ თბილისის ნებისმიერ წერტილში შენთვის ყოველთვის გელოდებოდეს ერთი საპარკინგი ადგილი? არა. კი, რა თქმა უნდა გადავიხდიდი. გადაიხდიდით თუ არა თვეში 20 ლარს იმაში, რომ შენი მანქანა ვერასდროს მიყავდეს ევაკუატორს? რომ ყავდეს მანქანა გადავიხდიდი უეჭველი, კი? გადავიხდიდი მაგდენსაც კი, მაგრამ მე ახლა ვიხდი 1 ლარს ამაში. აა? ბორბალოს აპლიკაციაში 1 ლარიანი გამოწერის შემთხვევაში აპლიკაცია გირეკავს თავისით და გათხოვინებს, რომ მანქანა მოინიშნება გადასაყვანად. რაც საკმაოდ კარგი ფუნქციონალია ჩემი აზრით და ძალიან საჭიროა ყველა მძღოლისთვის. ვაუ.